ბათუმში შენობებზე, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, QR კოდები განათავსეს, სამუშაოები თითქმის დასრულებული და ჯამში QR კოდი 200-ზე მეტ ობიექტს ექნება. მობილური ტელეფონით კოდის დასკანერების შემთხვევაში ავტომატურად იძებნება სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი, რომლითაც კონკრეტული ძეგლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეაცხადებენ, სააგენტომ QR კოდები თავდაპირველად სატესტო რეჟიმში საკუთარი ბიუჯეტით შენობების მცირე ნაწილზე განათავსა, რასაც ტურისტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. მოგვიანებით კი QR დაფები და მათი განთავსების მომსახურება ტენდერის გზით შეიძინეს. სააგენტომ სატესტო რეჟიმში 21 აბრა უკვე განათავსა შტრიხ-კოდით 21 გამორჩეულ შენობაზე მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით. შემდეგ ქალაქის მასშტაბით თვითონ შენობებზე აბრების განთავსება საკმაოდ დითანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გამოცხადდა ტენდერი და ეხლა ქალაქის მასშტაბით ყველა ძეგლზე განთავსდება შტრიხ-კოდი. მნიშვნელობა ისაა, რომ შენობა განაცხადებს, რომ ის ძეგლია და მისი ხელყოფა არ შეიძლება, ასევე ბათუმელები და ქალაქის სტუმრები შეძლებენ გაეცნონ ამ შენობის შესახებ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე.